ბავშვს არ შეიძლება მოექცე არასერიოზულად. ბავშვს ძალიან სერიოზულად უნდა მოექცე. მინდა გადავიდე და ვისაუბრო ისეთ თემაზე, როგორიც არის ფანტაზია. ეს თაობა სხვანაირი თაობა. ასეც უწუნებენ პლატონიდან მოყოლებული ყოველთვის. თუ ამ კითხვებზე პასუხი არ მიიღო ბავშვმა, არის იმის საფრთხეც, რომ ნაწილობრივ საკუთარი თავით დაადანაშაულოს ამაში. არ შეიძლება ბავშვს მოვატყუოთ მაგალითად. ხო? ვერაფრით ვერ გაგიშვებთ, რომ არ გკითხოთ რასადროდის შესახებ. ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი. ყოველთვის უნდა გქონდეს ველი, სადაც იგრძნობს თავის განვითარების შესაძლებლობებს. აი ეგ სად არის ზღვარი, ან რა არის ჯანსაღი, რომ სადღაც კომფორტის ზონებიც გქონდეს და არ იყოს ეს წნეხი მას. იმედი ვიქონიოთ, რომ ოჯახები იქნებიან ერთად, მშობლები იქნებიან ერთად და ყველა უსაფრთხოდ იქნება, როგორც იმ ძალიან კარგი წიგნის ბოლოს არის ნათქვამი. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი. ხანმოკლე პაუზის შემდეგ კვლავ გიბრუნდებით აზროვნების აკადემიის პოდკასტით აღზრდის შესახებ. გვეყოლება მნიშვნელოვანი სტუმრები და ვისაუბრებთ თემებზე, რომელიც ვფიქრობ თქვენთვის ღირებული და საინტერესოა. განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან უნარს დღეს, როგორც არის ფანტაზია. ვისაუბრებთ მასზე როგორც რესურსზე, ან პირიქით. დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქიატრი, ასოცირებული პროფესორი ლაშა კილაძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა დღეს რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო ველზე და ძალიან საინტერესო პოდკასტში. დიახ. პირდაპირ მინდა გადავიდე და ვისაუბრო ისეთ თემაზე, როგორიც არის ფანტაზია. რა რესურსია ეს ადამიანისთვის? ეს არის ძალიან დიდი სივრცე და ძალიან დიდი შესაძლებლობა ადამიანის, თქვათ, სხვა ბიოლოგიურ არსებებთან შედარებით. ეს არის პრინციპში აი ეს სივრცე, აი ეს რაღაცნაირად კოსმოსური ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა ადამიანის ფორმირება, როგორც ყველაზე უფრო განვითარებული დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ესეა, ესეთ მოცემულობა გვაქვს, ყველაზე უფრო განვითარებული და ყველაზე უფრო მაღალი ინტელექტუალური ბიოლოგიური ორგანიზმის. იმდენად, რამდენადაც განყენებული აზროვნება, აბსტრაქტული აზროვნება არის სწორედ ის უნარი, რითაც თქვათ იგივე ბიოლოგიურ სამყაროში მაღალ განვითარებული ორგანიზმები აღწევენ უპირატესობას, აღწევენ მეტ შესაძლებლობას გადარჩენისთვის ბრძოლაში და შესაბამისად მეტი უნარები აქვთ, ასე ვთქვათ, იმ სივრცესთან და იმ გარემოსთან ადაპტაციისა და ყველა ბიოლოგიური არსებისთვის უნიშნელოვანესი სფეროში, როგორიც არის უსაფრთხოება და შთამომავლობის დატოვება, აი ამ ველებისთვის ფანტაზიის უნარი, ასე ვთქვათ, უფრო ფართოდ ვიტყოდი, აბსტრაქტული აზროვნების უნარი სწორედ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ადამიანი არის სოციალური არსება, რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული სოციალური ერთობის ერთეულისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, უნარები, სიძლიერეები, სისუსტეები, მაგრამ ფანტაზირების უნარი, აბსტრაგირების უნარი ის შესაძლებლობაა, რომელსაც მასის ერთეული ადამიანი, სოციუმის ერთეული ადამიანი გადაჰყავს ინდივიდუალურ ნაწილში, ანუ ინდივიდა ყალიბდება არა რაღაც მარტო ერთიფლიანი შემადგენელი სტრუქტურის ერთეულად, არამედ ინდივიდუალურად. სწორედ აბსტრაგირების უნარი და სწორედ ფანტაზირების უნარი, ჩემი აზრით, და არა მარტო ჩემი აზრით, განსაზღვრავს ადამიანს როგორც ინდივიდს, განსაზღვრავს მრავალფეროვნებას ადამიანთა ჯგუფის, ხო? შესაბამისად, ახლა თავი დავანებოთ იმ უტილიტარულ მიდგომას, რომ ფანტაზირების უნარის და აბსტრაგირების უნარი ალამაზებს სამყაროს და ბევრ შედევრს ქმნავს, ასე ვთქვათ, რაც ყოველდღიური ყოფიერებისგან ადამიანს ცოტა სხვა ენერგეტიკულ დონეზე გადაყვანაში ეხმარება. ადამიანი თავისთავად არის როგორც მაღალ ინტელექტუალური არსება, ეს არის მისი
ფანტაზირების უნარი, ამისი აბსტრაგირების შესაძლებლობა, აი ძალიან ბევრი მოცემულობა არის, რითი განსხვავდება, თქვათ, მასის ერთეული ინდივიდისგან, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ის არის სწორედ ის ერთ-ერთი ველი, სადაც ეს არ არის მარტო აბსტრაქტული, თქვათ, წარმოდგენები, აი აბსტრაგირებულ მოცემულობაში არის მაგალითად ის შესაძლებლობები, რასაც ადამიანი უსაზღვრავს თავის თავს. ხო, აი მაგალითად ის წითელი ხაზები, ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარული მოცემულობები, ხო? რისი გადაკვეთის უნარის და შესაძლებლობაც ადამიანს არ არის აუცილებელი ამის პრაქტიკული წარმოდგენა. პირიქით, მეცაც გეტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საზღვრები სწორედ ფანტაზიის და საკუთარ თავში დაფიქრების და საკუთარი შესაძლებლობების წარმოდგენის და საკუთარი რაღაცა ადგილის პოვის ფარგლებში იყოს განსაზღვრული და არა ვთქვათ პრაქტიკული ყოველდღიური ურთიერთობის ფარგლებში, იმიტომ რომ აი ეს საზღვარი, რასაც ადამიანი სწორედ ფანტაზიაში განყენებულ აზროვნებაში აბსტრაქტულ წარმოდგენებში უსაზღვრავს თავს, ეს არის სწორედ მისი პიროვნების საზღვრები, რომლის იქით ის არ გადავა. ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი გამოთქმა, ადამიანი ის არ არის, რისი შესაძლებლობაც აქვს. ადამიანი ის არის, რასაც არ გააკეთებს, აი რისი შესაძლებლობაც არ აქვს, აი საზღვარი იმის, რის ქვევითაც ის არასდროს არ დაეცემა და საზღვარი იმისი, რა ვთქვათ, რისი გახორციელებაც მას შეუძლია. ეს ყველაფერი აბსტრაქტია. ფანტაზირების შესაძლებლობა ალბათ ყველაზე უფრო მეტად საბოლოო ჯამში ეს არის ინტელექტის განვითარების მთავარი ინდიკატორი. ალბათ. დიახ. თუ შეიძლება რომ ეს იყოს როგორც გამკლავების მექანიზმი, ან რაღაცა ესეთი სივრცე, სადაც მე უფრო დაცულად ვარ. აუცილებლად. ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეგ არის, იმიტომ რომ აი საზღვრების ფარგლებში, რასაც ადამიანი რაღაცნაირად ცნობიერად თუ არა ცნობიერად, ასეთ ფანტასტირების დროს განუსაზღვრავს თავის თავს, ეს არის მისი სივრცე, ეს არის მისი ველი, რომლის ფარგლებშიც ის ურთიერთობს გარემოსთან, სხვა ადამიანებთან, თუნდაც თავისთვის ძალიან ახლობელ ადამიანებთან. არის ასეთი თეორია, თქვათ, ადამიანთა შორის ურთიერთობების ფსიქოლოგიური თეორიები, როცა აი ველებს შორის ურთიერთობები განსაზღვრავს ამას, ხო? თქვათ, სიახლოვეს ადამიანებისა, ან პირიქით ზედმეტ სიახლოვე როგორ იწვევს, თქვათ, დისტანცირებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანი თავს გრძნობს ყველაზე უფრო უსაფრთხოდ, ყველაზე უფრო დაცულად და სწორედ ეს შესაძლებლობა არის ალბათ უმთავრესი შესაძლებლობა მოაზროვნე ადამიანისთვის, Homo sapiensისთვის თავისი, ვთქვათ, განვითარების ამ ეტაპზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, იმიტომ რომ აი პრაგმატიზმი და პრაგმატული ურთიერთობები არის ჩემი გადასახედიდან ძალიან დამღლელი ყოველდღიურ ურთიერთობაში ადამიანს სჭირდება რაღაც სივრცე, სადაც ის მოახერხებს განსვლას და აი ამ დისტანცირების კუთხიდან, თქვათ, თუნდაც თავისი ქმედების, თუნდაც სხვა ადამიანების ქმედებების შეფასებას, განზოგადებას, ანალიზს. ზუსტად ეს ველი არის ის, სადაც თავშესაფარს პოულობს ხოლმე ადამიანი. წესით უნდა პოულობდეს და ძალიან რთულია, როცა, თქვათ, ყოველდღიური ყოფითი სიტუაციებიდან გამომდინარე, აი ეს აბსტრაქტული ჩვენი რაღაც ისეთი ნიშა, სადაც ადამიანი უსაფრთხოდ არის და დაცული, ხანდახან დღეები გადის, ხანდახან ძალიან დიდი პერიოდი გადის, როცა ადამიანი უბრალოდ ამას ვერ აღიქვამს, არ ცალია ამისთვის. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ აი სტრესს გააჩნია. ყოველდღიურ სტრესს მით უმეტეს, თუნდაც პატარა სტრესს, რომელიც, თქვათ, თავის დროზე ადამიანის ფსიქიკა, ამის მექანიზმი, სტრესზე რეაგირების მექანიზმი მოიფიქრა და განამტკიცა როგორც თავის გადარჩენის შესაძლებლობა, დღესდღეობით ეს დალაგებული სტრესები ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.
იმიტომ რომ მათ გააქვთ უნარი ნეგატიური დაგროვებისა, ასე ვთქვათ, განსხვავებით პოზიტიური ემოციებისგან, ხო, პოზიტიური ემოცია შედგა და წავიდა. უკან ხასიათზე ვართ, მაგრამ მერე რა ნეგატიური ემოციები, ეს ნეგატიური ყოველდღიურობა გროვდება კრებითობის ფორმა აქვს და საბოლოო ჯამში ერთმანეთს ასე ვთქვათ, ერთმანეთის ნეგატიურ ეფექტს აძლიერებენ. ეს ყველა ცუდია, იმიტომ რომ ფანტაზირების სწორედ ამ განსვლის ველი აი ამ ნეგატივისგან დისტანცირებაში გვეხმარება ხოლმე. კი ბატონო. თუმცა ნეგატიური გამოცდილებები ახსენეთ, თქვით რომ ადამიანი იკვებება ხანდახან თავისი გამოცდილებებით და სუბიექტური ადამიანი თავისი აღქმებით და გამოცდილებებით და ცოდნა წარმოდგენებით თუ არის რაიმე საფრთხე ამ შემთხვევაში ფანტაზია რომელშიც შემოვიდა უარყოფითი შინაარსები და გამოცდილებები. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაწილი ადამიანის, ის არა უნივერსუმს არ ქმნის ადამიანისა, იმიტომ რომ სხვა ნაწილები იგივე ფსიქოემოციური მოცემულობები, იგივე ვთქვათ ხასიათი, პერსონა ადამიანის განყენებული მოცემულობა და როცა ეს ველები ერთმანეთთან ჰარმონიაში არ არის საკმაოდ დიდი რისკია იმისა, რომ სწორედ ეს რაღაც კონკრეტული უნარები მიმართული იყოს არა მთლიანად ჰარმონიზაციისკენ პიროვნების, არამედ პირიქით ის ჰარმონიზაციისკენ. და აქ არის ძალიან დიდი როლი იმ მოცემულობისა, რასაც ქვია სოციალური გარემო, ოჯახი, სივრცე, სადაც პიროვნების ფორმირება ხდება, იმიტომ რომ ეს რისკია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისტორიულ რაკურსში თუ წავალთ, მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ნეგატიურად დარჩა, ასე ვთქვათ, ისტორიაში და ადამიანთა მეხსიერებაში, არ იყო გონება შეზღუდული პირიქით საკმაოდ ისეთი ძლიერი შესაძლებლობები ჰქონდა ინტელექტუალური ფანტაზირების უნარიც, მაგრამ ეს ყველაფერი გაუყუღმარტებული სახით წამოვიდა, იმიტომ რომ აი ეს მდგენილი რაც არის მთავარი განსაზღვრელი ადამიანის მისი როლის და წარმომადგენლობითობის ასე ვთქვათ საზოგადოებაში იყო დარღვეული და ყველაფერი ეს ის უნარები, შესაძლებლობები, ის ინტელექტუალური დონე არასწორი მიმართულებით, არა პროდუქტიული, არა პოზიტიური მიმართულებებით განვითარდა და ამან საბოლოო ჯამში როგორც პიროვნებისთვის დამანგრეველი შედეგი მიიღო, ისე ხო, საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან ცუდი. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიროვნების ფორმირება ძალიან ისე სინქრონულად მოხდეს, ჰარმონიულად მოხდეს და მაშინ ძალიან დიდი როლი აქვს სწორედ იმ სივრცეს, სადაც პიროვნება ფორმირდება. სულ მცირე ნეგატიური იმპულსების დაჭერის დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყისიერად იქნეს რაღაცა შეცვლილი. ვთქვათ, ან ბავშვის აღზრდის პროცესში, ან რაღაც დამოკიდებულებების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადრეულ ეტაპზე, ვთქვათ, აი ეს ასიგნალო მზაობა. დიახ, მადლობა, რომ ამ ნაწილს შეეხეთ. ეხლა მე გამახსენდა ერთი გამოცდილება ბავშვობის, ჩვენ ყავდა მეგობარი, რომელსაც შეძლო რეალობის ისეთი მოწოდება, სადაც ეს რეალობა იყო შეფერილი უამრავი სხვა შინაარსით, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორც ვეხებოდით იმ რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ ეს რეალობა საცდენილი იყო, იმდენად ლამაზად და იმდენი იუმორით ფუთავდა ამას, რომ ჩვენ აღარ ვაზუსტებდით ამ რეალობას. აი ეს იუმორია შეიძლება ამაზე ამის უგულებელყოფა, უბრალოდ შეიძლება დავარქვათ, რომ კარგად ფანტაზირებს და მხარი დაუჭიროს ამან მშობელმა თუ რა პროცესია, როგორ დაინახოს მშობელმა, სად არის საფრთხე? აქ ვიხევით პრობლემას, რომელსაც ქვია ასინქრონული განვითარება, ასე ვთქვათ, მაშინ, როდესაც ვთქვათ ბავშვის, განსაკუთრებით ბავშვის კოგნიტიური უნარები ბევრად უფრო მაღალ დონეზეა განვითარებული, ვიდრე ფსიქოემოციური ნაწილი, ასე ვთქვათ. და აი აქ ჩვენ ვაწყდებით იმ მოცემულობას, იმ რისკს, რასაც ქვია მაგალითად ეგზისტენციალური
ტოქსიკური ეგზისტენციალური რისკები, იმიტომ რომ მაღალი კოგნიტიური შესაძლებლობების დროს ბავშვები სვავენ კითხვებს და ბავშვები აყალიბებენ თავიანთ ნარატივს, აი თუნდაც იგივე ყოველდღიურობასთან დაკავშირებით, რომელსაც ხანდახან გარემოცვა ვერ პასუხობს ადეკვატურად. ანუ მაგალითად ერთ-ერთი რისკი, რომლითაც აწყდებით ხოლმე აი მოზარდებში, განსაკუთრებით მაღალი კოგნიტიური უნარების მქონე მოზარდებში, ეს არის კლინიკური კუთხით თუ ვიტყვით, ეს არის დეპრესიული განწყობები და ეს არის სუიციდური ფორმები და სწორედ ეს უკავშირდება იმას, რომ ამგვარი ადამიანები არ მინდა რომ თემას გავიქცე, უბრალოდ რისკს შევეხები და დავრუნდებით თემას აუცილებლად. ამგვარი ადამიანები ვერ პოულობენ პასუხს ძალიან ბევრ კითხვას. იმიტომ რომ რაღაცნაირად გარემო მათ აღიქვამს როგორც პატარებს მზარდ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების მოცემული ოჯახის წევრებიდან დაწყებული, აი მაგალითად როცა ბავშვი სვავს კითხვას, აი რა არის მაგალითად სიკვდილი და რა არის ადამიანის არსებობის მიზეზი, მას ხანდახან ისე გადაუტანენ ხოლმე სიტყვას და რა გეჩქარება კაცო, გაიზდები და გაიგებებნები, ამ დროს ეს კითხვები ბავშვს აწუხებს, ეს მისთვის მნიშვნელოვანია. და ამგვარი შესაძლებლობების ფონზე ძალიან დიდია რისკი იმისა, რომ ბავშვს ჩაუყალიბდეს ნეგატიური და არასწორი დამოკიდებულებები და განსაზღვრებები, აი ეს ეგზისტენციალური რისკები ძალიან საფრთხილოა ხოლმე ასეთ სიტუაციაში. ამიტომ ბავშვს რა თქმა უნდა ჭირდება ასპარეზი, სადაც თქვა თავის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მიიღებს. ჭირდება ავტორიტეტული, არა ავტორიტარული, არამედ ავტორიტეტული მიდგომები და რა თქმა უნდა ჭირდება ძალიან სერიოზული დამოკიდებულება. როცა თქვათ ბავშვი თავის ასაკთან შეუსაბამო კითხვებს სვამს, ეს ვერბალიზაცია უბრალოდ. მისთვის ეს კითხვები მნიშვნელოვანია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას კონდეს ვექტორი, რაზეც გააგრძელეს ფიქრს. ოღონ ეს ვექტორი იყოს სწორად განსაზღვრული, სწორად მიწოდებული და სწორად ფორმირებული. ამიტომ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ბავშვს ჭირდება აი ასეთ შემთხვევაში, როცა გააჩნია განსაკუთრებული უნარები, განსაკუთრებული შესაძლებლობები, აი ამ უნარების და შესაძლებლობების სწორად ფორმირება. ძალიან სათუთად, ძალიან ფრთხილად, მაგრამ სწორად. ეს არ შეიძლება ბავშვის ასე ვთქვათ ბავშვობის ასაკის გამო ვთქვათ ამგვარ კითხვებზე არასერიოზული და არასწორი ნარატივის მიწოდება. კი, გასაგებია მშობლებს ხშირად არ ცალიათ ხოლმე ამგვარი თემებისთვის. ხანდახან არც იციან. უსაფრთხოდ როგორ მიაწოდონ და მოდი აი ამაზე მივცეთ გარკვეული რეკომენდაცია, იმიტომ რომ ეხლა ესეთი შემთხვევა გამახსენდა დედას, რომელსაც კითხა შვილმა რა არის სიკვდილი და შენ როდის მოკვდები? დედამ უთხრა რომ შენ რომ გაიზრდები, მეც დავბერდები. და ბავშვმა ლოგიკურ კავშირში მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოდი მე აღარ გავიზრდები. და მოვიდა ბავშვი დედა ამ კითხვით, რომ აი იცმევს პატარა სამოს, რომ აღარ გაიზარდოს. ხო? აი მივაწოდოთ მშობლებს ეს ინფორმაცია, როგორ მიაწოდონ ისე, რომ უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის. და ამ კითხვის უკან დგას ალბათ კიდევ მეორე შიში, მე რა მეშველება. მე პატარა ვარ, უსუსური ვარ, ხო, როგორ ვიქნები დაცული. რა თქმა უნდა. ნუ უსაფრთხოების ინსტინქტი ეს არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ძალიან ბევრი თქვათ პრობლემისა და თქვათ ამ პრობლემის მოგვარებისა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიდგომა ფორმირდეს მშობლისა ბავშვის მიმართ, რომ ეს არის ადამიანი. ადამიანი, რომელიც განვითარების ფორმირების რაღაც ეტაპზე იმყოფება. ეს არ არის პატარა ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც ვითარდება. და ვითარდება უწყვეტად. განვითარების გზაზე ბავშვს ასაკობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში მოგეხსენება აქვს რაღაც კრიზისული პერიოდები, როცა გარკვეულ ეტაპზე თავის ცხოვრებისა
ბავშვის ფსიქიკა ფორმირდება, ასე ვთქვათ. ხო, აი რაღაც ეტაპი მისი ფსიქიკისა ფორმირდება რაღაც ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისულ პერიოდებში დამოკიდებულება იყოს სწორი, იმიტომ რომ აი ამ კრიზისული ეტაპებიდან ბავშვი გამოდის ან ვთქვათ შეძენილი უნარებით, ან გამოდის ასე ვთქვათ რაღაც უნარების განვითარების შეფერხებით. დეფექტით. ფიქსირებით, ხო. რაღაცაზე ფიქსირებით. აი რაღაც განუვითარდა, ან რაღაცა არ განუვითარდა. თუ ეს რაღაცა არ განუვითარდა, მერე ამის აღდგენა და ფორმირება მოზრდილ ფსიქოლოგიაში, ასე ვთქვათ, ფსიქიკაში უკვე პრობლემატურია. ხო, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აი მაგალითად, ასე ვთქვათ, გონებრივ ჩამორჩენილობაზე, ხო? ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ფუნქციის, ვთქვათ, დაქვეითება, თუნდაც ახლა როგორც ყველა ზედაპირულად ეს არის ინტელექტის პრობლემა, მაგრამ ეს არის ზოგადად ფსიქიკის ჩამოუყალიბლების მოცემულობა. აი არ ფორმირდა ფსიქიკის ესა თუ ის ფუნქცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ქცევის დამოკიდებულებები მშობლებმა იცოდნენ ის ასაკობრივ რისკებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, როცა ის არის 3-დან 4 წლის პერიოდში, თქვათ, რა უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს მას, რა უნდა შეისწავლოს ამ პერიოდში და პირიქით, თქვათ, უნდა იყოს რაღაც მოცემულობები, რომელიც ამ დროს, თქვათ, არ არის ასურველი რომ წავახალისო, ხო? ამიტომ მიდგომა ბავშვთან მიმართებაში უნდა იცვლებოდეს ამ ეტაპებთან ფარდობაში, სინქრონულად. ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა შეისწავლოს ეგრეთ წოდებული ქცევითი შეისწავლოს არა, შეიმეცნოს, ასე ვთქვათ, აი ქცევითი, ასე ვთქვათ, ბიჰევიორული სისტემის სიკეთეები, მიხვდეს, რომ არის რაღაც, რაც არის კარგი, არის რაღაც, რაც არის ცუდი, არის რაღაც მოცემულობა, რომელიც, ვთქვათ, მის თვითშეფასებას ძალიან მნიშვნელოვნად აყალიბებს რაღაც ეტაპზე ცხოვრების, არის ის რისკები, რომელიც უნდა იცოდეს მშობელმა და ამ რისკებისგან ბავშვი უნდა დაიცვას. ბავშვი არ არის ასე ვთქვათ მყარი სისტემა, პირიქით ძალიან ლაბილური სისტემა. როგორც პოზიტიური ზეგავლენისთვის, ასევე ნეგატიური ზეგავლენისთვის, ისევე გარემო ზეგავლენისთვის, ხო? და ამიტომ აი ეს მოცემულობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშობელმა არ უნდა აღიქვას ბავშვი როგორც მეორე ხარისხოვანი ადამიანი, არამედ უნდა აღიქვას, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ვითარდება. არ შეიძლება ბავშვს მოვატყუოთ მაგალითად, ხო? იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ბავშვი ამას აღიქვამს თავის შეხედულობის ფორმირების ნაწილად და უბრალოდ შეიძლება არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბდეს. ხო, არ შეიძლება ბავშვს უთხრათ, რომ იმის გამო რომ მაგალითად მშობელს რაღაც ეტაპზე არ ცალია, უთხრას რომ ისე მოიშოროს თავით. არა. ან შეიძლება უთხრას რომ მოდი ახლა მე ამ ცალია, მაგრამ 1 საათში მოდი დავილაპარაკოთ ამაზე. ბავშვს არ შეიძლება მოექცე არასერიოზულად. ბავშვს ძალიან სერიოზულად უნდა მოექცე. სკოლაშიც და ოჯახში განსაკუთრებით აი სოციალურ გარემოში. მით უმეტეს თუ კი ჩვენ გვაქვს შეხება ისეთ ბავშვებთან, რომელსაც აი გამეორდები უბრალოდ სახელმწიფო განსაკუთრებული კოგნიტიური უნარები აქვთ. ეს კიდევ უფრო ესეთი ფაქიზიველია. იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ არის ბევრი შესაძლებლობა, მეორეს მხრივ არის ძალიან დიდი რისკი. დიახ. და თუ კი კრიზისია ოჯახში ან ბავშვის ველში და თუ ამ კითხვებზე პასუხი არ მიიღო ბავშვმა, არის იმის საფრთხეც, რომ ნაწილობრივ საკუთარი თავით დაადანაშაულოს ამაში. ხო, რაღაცა მეგოწინდეს. რა თქმა უნდა, მით უმეტეს, აი ერთმა აი კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზამ შეიძლება ბავშვის შეფერილობა ჩამოუყალიბდეს. თავიდან ბოლომდე, როცა აი ეს ეტაპია ფორმირების მისი ფსიქიკის. ხო, ახლა განსაკუთრებით როცა მე მოზრდილობის
მე ვეძახი ხოლმე მაგას გაჯორების ეტაპს, როცა აი ნეგატიური მოცემულობა გამოდის ბავშვის პიროვნების რაღაც თვითგამტვირთების ეტაპზე და აღიქვამს იმას, რომ რასაც ეუბნებიან, არ უნდა დაუჯეროს და რაღაცა თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს ეს ყველაფერი, ხო? ამ ეტაპისთვის დაუშვათ ასეთი მიდგომები არ არის აქტუალური, მაგრამ სხვა ეტაპისთვის, როცა თქვა მაგალითად ბავშვს უყალიბდება აუტოფსიქიკური წარმოდგენები, ხო? მაგალითად არის რაღაც საქმეს აკეთებს, შეიძლება უსაყვედურო შობელმა იმას, რომ აი რა ცუდად აკეთებ ამას. და კიდევ არის ძალიან ბევრი ალბათ დამხმარე მასალა. ეხლა ერთი გამოცდილება მინდა გავაზიარო, ბიჭი, რომელსაც მამა ყავდა ემიგრაციაში, ძალიან განიცდიდა ამ განშორებას და მამას გარკვეული პერიოდი არ ჰქონდა შესაძლებლობა კომუნიკაციის. და როდესაც ეს ბავშვი კითხვებს სვამდა, შობელს დედას არ ჰქონდა ამ კითხვებზე პასუხი. მე მახსოვს ერთ-ერთი წიგნი, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა ამ თემას, უბრალოდ ილუსტრაცია იყო მოცემული ესეთი, სადაც ციცინათელა, მამა ციცინათელა შვილს ემშვიდობება. და უბრალოდ ამ ილუსტრაციას დავადეთ შინაარსი, რომელიც ეხებოდა ამ ბავშვის გამოცდილებას. რომ მამა არიგებს შვილს, რომ მე გარკვეული პერიოდი შენთან ვერ ვიქნები, მაგრამ იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ, მე მჯერა შენი, მგონია რომ მშვიდად იქნები, ჩემს სიყვარულს შენ გულით ატარებ, რაღაცა პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოვჩნდები, მაგრამ იცოდე რომ მე ის პერიოდი სანამ მე შენთან არ ვარ, სიყვარულით ცოცხალია. აი ეს რესურსი, ესეთი ტიპის რესურსები რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამ ტიპის შინაარსების გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანია გადაჭარბების გარეშე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აი საზოგადოებრივ ველს ეხება დღეს ჩვენთან, იმიტომ რომ ყოველდღიურ პრაგმატიზმმა, აი უბრალოდ ფიზიკურად გადარჩენისადმი ზრუნვამ მეორე და მესამე პლანზე გადაიტანა აი ეს მოცემულობები. ესა ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ დიახ, ბავშვი ჭირდება ფორმირების პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თეორია გვეუბნება ამას, რომ რაღაც ეტაპზე ბავშვი არის ასე ვთქვათ, აიდენტიფიცირებს თავის თავს ერთი სქესის მშობელთან, მეორე ეტაპზე სხვა სქესის მშობელთან. და სწორედ ეს რაღაც იდეალური მოცემულობები, იდეალური, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის. ბავშვის ფორმირების პროცესში, ფსიქიკის ფორმირების პროცესში აუცილებელი, იმიტომ რომ რჩება დეფექტი აუცილებლად. როცა ბავშვი იზრდება რომელიმე მშობელთან დისტანცირების ფონზე, ეს პრობლემაა. მოდი ასე ვთქვათ, არ გავიქცეთ ამ თემას, ეს არის პრობლემა. და შეიძლება პერსპექტივაში არანაკლები აქტუალური, ვიდრე ფიზიკური, ვთქვათ, კეთილდღეობის და ყოველდღიური რაღაცა კეთილდღეობის პრობლემა. მაგრამ ძალიან ძნელია რეალურად ახლა შორიდან ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სოციალური ფონი მოგეხსენებათ არ იძლევა თვლათ ისეთ идеალურ ველს იმისთვის, რომ ყოველთვის მშობელი შვილთან იყოს და მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს, მაგრამ მე დაბეჯითებით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის ფორმირების პროცესში. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც ბავშვი მე უკვე მოზრდილობის ეტაპზე აწყდება, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, სწორედ ერთი კონკრეტული აი რაღაცა ისეთი დახმარების გზით, სადაც ბავშვი ჭირდება რომ ხან დიახ რაღაც ეტაპზე დედასთან უნდა იყოს მიკედლებული, რაღაცა ის მისგან უნდა იღებდეს რაღაც მოცემულობებს, რაღაც ეტაპზე მამასთან უნდა, განუჩევლად სქესის ბავშვის. ხო, აუცილებელია ჰარმონიზაციისთვის. ეს არ არის კარგი, როცა თქვათ ბავშვი იზრდება რომელიმე მშობლის გარეშე ან საერთოდ ორივე და ბებია და ბაბუა და ახლობლების ზიან მიუხედავად იმისა, რომ ეს რა თქმა უნდა სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმირდება ბავშვის ეტაპზე რაღაც დეფექტები მისი ფსიქიკის ნაწილში, რომელიც შეუძლია შეახსოვოს მარტო მამამ ან მარტო დედამ. გამორიცხულია, აი პირობითად ვიძახით, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა სხვა ოჯახის წევრმა მიიღოს ამაში მონაწილეობა, მაგრამ თვით იდენტიფიკაცია ბავშვი აღიქვამს რაღაც ეტაპზე, რომ ის არის პატარა მამა. ან ის არის პატარა დედა არის დიდი, თვითონ არის პატარა დედა. ხო, ამიტომ აი ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ
ბავშვი ვითარდება, უგროვდება პრობლემები, უგროვდება სტრესები, ახლა დღეს უკვე მედიცინა ერთმნიშვნელოვნად ლაპარაკობს იმაზე, რომ არ არის დისტანცირებული მენტალური ნაწილი, არ არის მისგან დისტანცირებული სომატური ნაწილი, არამედ ეს არის ერთიმთლიანი უნივერსალური ფსიქოსომატური მოცემულობა, ძალიან ბევრი სომატური დაავადება, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ეს არის სომატური მოცემულობა. დღეს უკვე ამაზე არავინ დაობს, რომ არის ეს ფსიქოსომატური. და ამას საფუძვლები უდევს. აი ეს არ ჩვენ არ ვლაპარაკობთ მარტო მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად ფსიქოემოციურ მდგრადობაზე, სომატურ ჯანმრთელობაზეც მათ შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი მაგალითად, როცა ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს ვეხებით, მაგალითად, როგორც არის კარდიოვასკულარული დაავადებები, ნუ დღეს აღარ დაობს მედიცინა ამაზე, რომ ძალიან ბევრ ამგვარ кейს და უმეტესობა რისკის მატარებელი მოცემულობა ეს არის მაგალითად არავერბალიზებული აგრესია, რომელიც ბავშვებს აქვთ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი, აი უბრალოდ არა მარტო თქვა ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, ფიზიკური კეთილდღეობისათვისაც. ამდენად კიდე ერთხელ ვიტყვი, ახლა არ მინდა რომ რაღაცა ისეთ მენტორული მოცემულობა გამომივიდეს, მით უმეტეს ახლა ძალიან რთული ადამიანს ელაპარაკო, რომელსაც ელემენტარულად სოციალური, ძიმე სოციალური პრობლემები აქვს, ელაპარაკო იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი ბავშვთან ერთად სივრცეში ყოფნა. პირადი მაგალითით, ხო? შეიძლება საერთოდ არ მონაწილეობდეს, თქვა, არ უტარებდეს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს, მშობელი შვილს, მაგრამ პირადი მაგალითით აძლევდეს. ბავშვი, აი, უსაშველოდ ღია სისტემა, აი, ყველაფერს ისრუტავს. პოზიტივს, ნეგატივს, ორივეს ერთად. და აი, პირადი მაგალითით შეიძლება იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი მისთვის, აი, როცა ყოველდღიური ურთიერთობის მოცემულობა, ხო? ამდენად რა ვიცი, იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც დარეგულირდება ერთხელ და სამუდამო სოციალური ველი ისე რომ ოჯახები იქნებიან ერთად, მშობლები იქნებიან ერთად და ყველა უსაფრთხოდ იქნება როგორც იმ ძალიან კარგი წიგნის ბოლოს არის ნათქვამი. კი, და მხარი დავუჭიროთ ახლა ამ ეტაპზე და ვუთხრათ ის, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია კონტაქტი, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ეს კონტაქტი, იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი. ყოველდღიური რუტინა თუნდაც, ხო, თქვათ, აი, რა შეიძინა, დღეს რა მიირთვა, რა ნახა ახალი, რა გაიგო, თქვათ, დაინტერესება იმ შინაარსებით, რითიც ბავშვია დაინტერესებული. და არა მხოლოდ ის, რომ აი, რა მიიღო, თქვათ, შეასრულა თუ არა ის დავალებები, რომელიც არის, ხო? მისი ემოციური ფონი, მეგობრები, არაფორმალური განათლება, აი ეს ყოველდღიურობა, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ ადაპტირებას, როცა ისინი ერთად იქნებიან თუნდაც. აუცილებლად. აი თუნდაც ძალიან ელემენტარული კითხვა, აი რა მოხდა დღეს შენ ცხოვრებაში სამი ყველაზე პოზიტიური. დიახ. რა მოხდა? აი რა სკოლაში რო იყავი? აი სამი ყველაზე კარგი რა. ხო, საინტერესო. საინტერესო შეიძლება აი რა კარგიც კითხვა იყოს. გაგიჩნდა? ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი ელემენტარული დონეზე ვლაპარაკობ ჩვენ ახლა. არ ვიძახით რომ დაისვას და შემოიკრიბოს ოჯახი და იქ რაღაცა. ლექცია წაუკითხოს მშობელმა შვილს პირიქით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დაგეთანხმებით ერთ მნიშვნელოვნად რომ აი ეს პატარა ემოციები გამიზიაროთ ბავშვის. ძალიან მარტივი, რომელია შენი საყვარელი ფერი. მოდი დღეს ერთი ფერი სამოსი ჩავიცოთ. აი რაღაცა ეს კონტაქტის მხარდაჭერა. აუცილებელი. ბმა ემოციური ბმა ბავშვს უნდა კონდეს, მას არ უნდა კონდეს იმის განცდა რომ მისთვის არავის არ ძალიან. ზუსტად. იმიტომ რომ ის ფანტაზიის ნაწილი შეიძლება წავიდეს უკვე. რა თქმა უნდა, ის ფანტაზიის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამსაზღვრელი. ფანტაზიასა და შემდგომ კრეატიულობას შორის კავშირი როგორია? ძალიან დიდი. ხო. აი სწორედ ეს მოცემულობა არის აი ძალიან ესეთი გავრცელებული მოკლედ ხუმრობა არის ხოლმე ინტერნეტში რომ აი რაღაცა ის მიაწერენ ხოლმე სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს, მაგრამ არ დასტურდებეს ცნობილი ადამიანების ავტორობა ამგვარი ფრაზების, მაგრამ ძალიან ხშირად შევხვდებით, რომ აი გარკვეული გადახრების, ან თქვათ ნორმიდან, ყოველდღიური ნორმიდან გადახრების ადამიანებმა შექმნეს მთელი ისტორია, შექმნეს მთელი კულტურა, ხო?
ხო, ფანტაზიის უნარი არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაც პათოლოგიის თემასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ქმნის ძალიან დიდ ველს, ძალიან დიდ შესაძლებლობას, სრულიად ფანტასტიკურ შესაძლებლობებს და სრულიად ფანტასტიკურ პროდუქტს იძლევა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამგვარი ადამიანები, ამგვარი ფანტაზიის მქონე ადამიანები, ამგვარი კრეატივის მქონე ადამიანები ქმნიან იმას, რასაც ქვია მსოფლიო ინტელექტუალური რესურსი, მსოფლიო კულტურული რესურსი, აი შედევრები, ასე ვთქვათ, და ეს შედევრები არ არის მარტო ვთქვათ ცით ესეთი რა ქვია, განყენებული თქმობისთვის შექმნილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ადამიანები, მეცნიერები ლაპარაკობენ, ასე ვთქვათ, ახალი ნაწილის ფორმირებაზე ადამიანის ფსიქიკაში, რასაც ქვია ესთეტიური ემოციები. ხო, აი რასაც ქვია მაგალითად, აი იმ სხვის ფანტაზიით შექმნილი პროდუქტით გამოწვეული ემოციების ფორმირება. ხო, აი როცა არ ვიცი უსმენ მოცარტს, უსმენ ბახს, ხედავ საოცრებას ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ აი კარგ ლიტერატურას კითხულობ, ეს ემოციას გიტოვებს. კარგად ხარ. ან პირიქით. ხო, უნდა დამემატები. ან პირიქით. ამიტომ სწორედ ეს ფანტაზიის შესაძლებლობები, სხვა ადამიანების ფანტაზიის შესაძლებლობები, აი ამ ენერგეტიკული რაღაცა პოტენციალის გაძლიერების და გავრცელების ერთ-ერთი ხერხია, ასე ვთქვათ. და ეს არის აი რაღაცა, აი ჩვენ ვართ აი ამ ეტაპზე, სწორედ ამ ესთეტიური, ემოციური სფეროს ჩამოყალიბების ეტაპზე. ეს არ არის, ვთქვათ, 10 წლიანი, კიდევ 100 წლიანი მოცემულობაც, მაგრამ ამას ყველა ვხედავთ უკვე დღეს, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ბევრი სიმპტომი და სინდრომი როგორც არის, ხო? აი იერუსალიმის სინდრომი არის, პარიზის სინდრომი არის. ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ემოციაზე, ხა სხვადასხვა დონეზე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმღებლობა აქვს ადამიანს და სხვადასხვა სურვილი აქვს, ხო? აი რეაგირების, მაგრამ ახლა მართლა ხო, რა თქმა უნდა. ხო, აი მართლა და ბავშვობაში მეგონა, რომ ხა ცოტა ეს ჰიპერტროფირებული იყო, როცა აი რაღაცა ადამიანმა შეხედა რაღაცა ხუროთ მოძღვრების, ახლა მოხსე დაეცა და ფიქრობდი, რომ მოხსე არა ის დაეცა, გადააჭარბა. არაფერი მსგავსი. რამდენჯერმე მქონია მე პირადად ამის სურვილი, რომ მართლა აი რაღაცნაირად არაჩვეულებრივად გამომეხატა ეს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც არაჩვეულებრივს ხედავდი ჩემთვის სუბიექტურად. და ის ენერგეტიკა, რომელიც ამაში იდება, ეს არის კარგება, რა თქმა უნდა, ცელდება, ვიღებ ჩვენ ემოციას, უფრო ხშირად პოზიტიურს, და მადლობა ღმერთს რომ ასეა, მაინც ფანტაზია უფრო პოზიტიური მხარისკენ აქვს ჯერჯერობით ადამიანის მართული, თუმცა რა თქმა უნდა შეინიშნება ბოლო დროს ნეგატიური ველიც ამ კუთხით, მაგრამ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი. ეს არის შემოქმედება, ეს არის ფანტაზია, რომელიც არის საზოგადო ნაწილი, აი ვერაფრით კი გასაგებია, რომ მაგალითად ახლა რაღაც მოცემულობას გავიხსენებთ, მოცარტი წერდა იმ თავის მუსიკას, იმისთვის რომ თქვა გაიყიდა და ფული ეშოვა, მაგრამ წერდა როგორც ამბობენ პირდაპირ თეთრად. შავებია, შავად არ წერდა ადამიანი, რაც მოდიოდა თავში, ის გადაქონდა სანოტო რვეულში, ხო, ასე ვთქვათ, ის ემოცია გადაქონდა, აი ეს ფანტაზია გადაქონდა. ამიტომ მე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, ის ხო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნიჭიერი ადამიანი ალბათ კაცობრიობის ისტორიაში. ეს იყო რაღაც სხვა ფანტაზიასთან და სხვა შესაძლებლობებთან ურთიერთობის თემა, ხო? კი, გასაგებია რომ ამას ვთქვათ იმ პერიოდში იყენებდა რაღაც და ბუნებრივია რომ იყენებდა, რა იქნა. მაგრამ უსაშველო ენერგეტიკა დევს ამაში, უსაშველო ფანტაზია დევს ამაში, აი მე ხშირად გამიგია ხოლმე რომ დაუბრუნდე იგივე მოცარტს მეც აღარ ვახსენებ. აი მის მუსიკას ის ხიბლი აქვს, რომ ასე უნდა იყოს ეს. ძალიან ბუნებრივი ეს. სხვა ვერსია, ხო, სხვა ვერსია. აი ხო, ამის მერე ეს უნდა იყოს, აბა როგორ.
ეს არის ალბათ ფანტაზიის და ეს არის ალბათ შემოქმედების უნივერსალური ძალა. დიახ. რომელიც ამიტომაც საუკუნეებს გაწდება და რაღაც ემოციას იწვევს დღეს ჩვენთან. ამდენი წლის მერე. პოზიტიურს, შეიძლება ნეგატიურსაც ან რაღაცას ვაკუთრეთ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ. ეს რაღაც დოკუმენტი ბევრი წლის წინ შექმნილი, ასე ვთქვათ, უკავშირდება იმ ემოციას და იმ ნეიროქიმიას, რომელიც 21 საუკუნეში გვაქვს ადამიანებს. ძალიან დიდი ძალაა. დიახ. აი ეს ნორმას გადაცილებული, თითქოს ლოგიკურად აუხსნელი შესაძლებლობები ადამიანის, ბავშვის, ვუნდერკინდებს რო ვეძახით. აი რა ფენომენია? რა პროცესია ტვინის ნეირობიოლოგიაში, ფსიქიკაში რა ხდება? ხო. აი ეს ძალიან საინტერესო თემაა. მე ამას გავყოფდი რაღაცნაირად ორ ნაწილად. ერთი თქვათ, რასაც რამდენიმე სიტყვით წეგან ვილაპარაკეთ, ეს არის აი განსაკუთრებული კოგნიტიური უნარები. როცა თქვათ, ჩვეულებრივი კოგნიტიური უნარებია ხომ ჰიპერტროფირებულად, გაძლიერებულად წარმოდგენილი და მეორე ველი, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივ უნარებს უკავშირებენ, ეს არის იშვიათია, მაგრამ მით უფრო საინტერესო, ასე ვთქვათ, როცა ზოგადად სხვა სერიოზული მენტალური დარღვევების ფონზე ადამიანს და ბავშვს ან მოზრდილს აქვს განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობების კუნძულები, ასე ვთქვათ. ხო, აი რასაც ვაწყდებით ხოლმე განსაკუთრებით შედარებით ხშირად აუტისტური სპექტრის საშუალებების დროს სავანტის სინდრომს ეძახიან ამას, როცა ერთი შეხედვით აბსოლუტურად ზებუნებრივი უნარები ვითარდებათ ბავშვებს, რომელსაც პარალელურად აქვს კონკრეტული მენტალური დარღვევები. ახლა არ არის აუცილებელი, რომ სტატისტიკურად ყველა აუტისტური სპექტრის საშუალებას ეს თანსდებდეს და ახლობით 10%-ია სულ წარმოდგენილი, მაგრამ სამაგიეროდ სავანტის სინდრომის მქონე ადამიანების 50% აუტისტური სპექტრის მატარებელია. ეს არის კონკრეტული უნარები, მაგალითად გაძლიერებული მეხსიერების შესაძლებლობა, აი ადამიანი წაიკითხავს ტექსტს და ახსოვს უწვრილეს დეტალებამდე. ასევე ძალიან ხშირად აი მათემატიკური უნარები, კალკულაციური უნარები არის განვითარებული, აი ან პირიქით აი იცით რა ძალიან საინტერესო თემაა და მე ვიცნობ ამგვარ ადამიანს ერთ-ერთს, რომელსაც აი ეტყვი მაგალითად კვირის დღეს რა დღე იყო პირობითად 1922 წლის 4 აპრილი და გეტყვის. და ეს იყო სამშაბათი. აი ყოველგვარი თქვათ გადათვლების გარეშე. ამგვარი უნარები სხვა მენტალური პრობლემების ფონზე, აი სავანტის სინდრომს ვიტყვით და მე უკვე დავუბრუნდები თქვათ კოგნიტიურ შესაძლებლობას, ითვლება რომ ეს არის გარკვეული კომპენსაცია, რასაც თავის ტვინი ახერხებს. მაგალითად ეს უკავშირდება პირველ რიგში აი ტვინის ჰემისფეროებს შორის კოორდინაციის დარღვევას. მაგალითად მარცხენა ჰემისფეროს კონკრეტული პათოლოგიის ფონზე კონკრეტული უნარები და კონკრეტული ასე ვთქვათ უბნები აქტიურდება მარჯვენა ჰემისფეროში. აი ძალიან ცნობილი ფილმი არის ასეთი, ახლა ვახსოვს ალბათ რეინმენი, წვიმის კაცი, რომელიც არის აბსოლუტურად რეალურ მოცემულობაზე ის ადამიანი ფლობდა პრაქტიკულად წარმოუდგენელ შესაძლებლობებს, როცა ერთი თვალით შეეძლო ორი გვერდი ეკითხა ორი სხვადასხვა თვალით და ორივე ახსოვდა ძალიან მაგრად 1200-მდე წიგნი ახსოვდა ადამიანს ზეპირად, ასე ვთქვათ პრინციპში და როგორც მე უკვე კვლევით გაირკვა, აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა კონკრეტული კომუნიკაციის იმითირების და სტრუქტურული დეფექტი, რომელიც აი თავის ტვინის ჰემისფეროებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
ასე თქვათ, აი ეს მოცემულობა იყო. ამიტომ დღესდღეობით მიჩნეულია, რომ სწორედ ამ თქვათ სალანტის სინდრომის განსაზღვრელი ეს არის ჰემისფეროებს შორის კომუნიკაციის სისტემების დარღვევა. რამდენიმე თეორია მასთან დაკავშირებით, თქვათ რა, ჰორმონული თეორიებიც არის, ნეირო ფსიქიკური თეორიებიც არის, მაგრამ ყველაზე უფრო გავრცელებული მოცემულობა ეს არის. ახლა რა შეეხება, თქვათ ადამიანებს, რომელსაც ბავშვებს, რომელთაც განსაკუთრებული კოგნიტიური შესაძლებლობები აქვთ, ეს ითვლება, რომ არის ისველი, როცა IQ აღემატება 130-ს და ზევით კიდე არის. და ესეც არის ძალიან საფრთხილე ველი იმდენად, რამდენადაც გარდა იმისა, რაც ახლა ვილაპარაკეთ, თქვათ ასიმეტრიული ფსიქიკის განვითარებისა, აქ არის რამდენიმე რისკი, რასაც თქვათ ამ ტიპის ბავშვებთან ურთიერთობაში ხაზი უნდა გაესვეს. პირველი ეს არის ის, რომ აუცილებელია ეს ბავშვები იყვნენ შესაბამის გარემოში და შესაბამის სოციალურ სივრცეში და არ უნდა კონდეთ იმიტომ რომ ასეთ ადამიანს ძალიან ხშირად ახასიათებს პერფექციონიზმი და არ უნდა გაუჩნდეთ იმედგაცრუება ამ თავის პერფექციონისტურ მიმართებებში. არ უნდა გაუჩნდეთ ის წარმოდგენა, რომ მეორეს მხრივ ნახეთ, თუ თქვათ შეუსაბამო სივრცეში არის ეს ბავშვი, არ უნდა გაუჩნდეს იმის მოცემულობა, რომ ის განსხვავებულია ბევრად და ამოვარდნილია კონტექსტიდან, იმიტომ რომ ეს რისკია მისი ფსიქოიზოლაციის თავის გარშემო რაღაც ველი შექმნის და იქ ჩაკეტვისა, ხო? არამედ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაგალითისთვის ამგვარი შესაძლებლობების მქონე ბავშვები რაღაცა ერთიან სივრცეში იყვნენ და რაღაცა ერთიანი მიდგომა იყოს მათ მიმართ, თუნდაც იგივე სასწავლო დაწესებულებებში ჩამოყალიბებული, ხო? იმიტომ რომ ახლა მეორე მხრივ არ უნდა ბავშვს არ უნდა კონდეს იმის განცდა, რომ ეს ამარტივად გააკეთა და სხვები ამას ვერ აღწევენ, იმიტომ რომ აი ესეც იზოლირების ერთ-ერთი ფორმა ხარ. განსაკუთრებული უნარები შეიცავს ამ რისკებს, რა თქმა უნდა. მე ფსიქოემოციურად მოწყვლადები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოგნიტიური უნარები ძლიერაა აქვთ განვითარებული, ფსიქოემოციური განვითარება მას ჩამორჩება და აი ის დისონანსი არ დაშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამგვარი ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში. იმიტომ რომ კი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მაგარია პირობითად მათემატიკურ ნაწილში ძალიან კარგად აქვს განვითარებული მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, ასე ვთქვათ, მაგრამ ფსიქოემოციურად ეს ბავშვი პატარაა. და არ ზდებს იმის მდგრადობა. პირიქით, აი ეს დისონანსი მოწყვლადობას აჩენს. დამატებით რისკებს აჩენს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამგვარ ბავშვებთან ურთიერთობა და მათი აღზრდის და ფორმირების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვათ, ვიდრე თქვათ ინტელექტუალური და სხვა მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვითარდეს ეს. სწორი მიმართულებით წაიყვანოთ, აი ეს ნიჭის შესაძლებლობები რაც ბავშვს აქვს, იმის გამო რომ თქვათ მშობელი ასე თulis რომ მაგალითად არა ის უნდა გახდეს ინჟინერი ან ექიმი, ის უნარები, იმიტომ რომ ეს უნარების გადმოწყობა ასე მარტივი არ არის. როცა ბავშვს აქვს თქვათ რაღაც კონკრეტული მიმართულებები ამ თავის კოგნიტიური ველის არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ კარგად ახატავს პირობითად, ან კარგ პროექტს გააკეთებს ახლის. ას ურჩევნია რომ მაგალითად ფიზიკის ამოცანები ამოხსნა, სადაც ბევრად უფრო რეალიზებულია, პროცესი მისთვის უფრო საინტერესოა, მისთვის უფრო კომფორტულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის რომ ეს გადასაჭრელი ამოცანები არ მოვაკლოთ. დიახ. იმისთვის რომ მან არ შეწყვიტოს სამუნარების განვითარება. არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ეს არის ფრუსტრირებული არ უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი რისკია. დიახ. ამ შემთხვევაში. აი, კიდევ იცით რა მაინტერესებს, აი, ესეთი ნაწილია ზოგჯერ, რომ
შეიძლება ძალიან გამოკვეთილი არ არის ბავშვის შესაძლებლობები, მაგრამ მშობელი ძალიან კმაყოფილია, რომ კარგად სწავლობს, პედაგოგები აქებენ და ზოგჯერ აქვთ ინიციატივა, რომ აი კლასიდან კლასში ხო წინ სწრებით ხომ არ გადავიყვანო, იმიტომ რომ ვთქვათ, ბავშვი მოახერხებს იმ ზედა ასაკის პროგრამის დაძლევას. აქ თუ არის აი ესეთი მაჩვენებელი, მე კონკრეტულად სუბიექტურად არ ვემხრობი, იმიტომ რომ არ მოხდეს გამოფიტვა. ერთია რომ აქვს რესურსი, მაგრამ მეორე აი მშობლის ძალის ხმევა, რომ მართლა ძალიან ძლიერია, შეძლებს, აითვისებს, აი ეგ სად არის ზღვარი, ან რა არის ჯანსაღი, რომ რაღაცა მის ფსიქოემოციურ ნაწილზეც ვიზრუნოთ, სადღაც კომფორტის ზონებიც კონდეს და არ იყოს ეს წნეხი მასზე. რა თქმა უნდა, ეს წნეხი ძალიან დიდი რისკია და ზუსტად თქვათ, როცა ჩვენ ლაპარაკობთ აი რაღაც სინსწრების პროცესებზე, თქვათ ზედა კლასებში გადასვლასთან დაკავშირებით, აქ არის სწორედ ის რისკი, რაზეც წეხან ვამბობდი, იმიტომ რომ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეესაბამება იმ ველს, სადაც ხდება. აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, თქვათ ქიმიის ამოცანებს, რომ ბავშვი მაგრად ხსნის. ის როცა ზედა კლასში გადავა, ხდება სხვა სივრცეში, სადაც ხდებიან მასზე უფრო ასე ვთქვათ, ფორმირების სხვა ეტაპზე ფსიქოემოციური სფეროს ფორმირების სხვა ეტაპზე მყოფი ბავშვები და რა თქმა უნდა იმ ველში ადაპტირება მას გაუჭირდება. ერთის მხრივ. მეორეს მხრივ მოცემულობაც არის ის, რომ ბავშვის კომფორტის ზონა რა თქმა უნდა იყოს დაცული, მაგრამ პარალელურად შესაძლებლობების ველი უნდა გაუჩინოთ ისე, რომ ეს არ დაისტრესოს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შესაძლებლობები ბავშვთან ადაპტირებული და მის უნარებთან ადაპტირებული იყოს. რაღაცა ვთქვათ, ფიზიკური აქტივობები არ უნდა თქვოთ, რომ 6 მეტრზე ჭოკით გადახდეს, ხო? არამედ რაღაცა კონკრეტული მოცემულობები, ეტაპობრივად, სისტემურად ჭირდება. ამიტომ ვთქვათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მშობელმა ეს ფორმირება განახორციელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დიახ. ხო, და არა თქვათ დროში და სივრცეში წინსებით. ამიტომ სპეციალისტთან ურთიერთობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მშობელს მაინც ემოციური აქვს ბავშვთან, ყოველდღიურ ურთიერთობაშია და რა თქმა უნდა იცის ის მოცემულობები, რაც ბავშვს აქვს და ის შესაძლებლობები, რაც ბავშვს აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამგვარ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სპეციალისტის ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორი რჩევების მიცემა შეუძლია. და აი ეს კლიშე რომ მაგან რა იცის, კაცო, ჩემი ბავშვის ამბები მე ვიცი, გვერდიდან დანახულ დისტანციური მომენტები არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. იგივე პედაგოგის ურთიერთობის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად საფრთხილო და უაღრესად მნიშვნელოვანი. ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვის უნარების გათვალისწინებით ეს ისეთ დონეზე უნდა იყოს ეს ამოცანები და განვითარების ეტაპები შერჩეული, რომ ერთის მხრივ ბავშვს არ განუვითარდეს რაღაც მაქსიმუმის მიღწევის განცდა და მეორეს მხრივ ის რომ რაღაცა მისთვის მიუღწეველია. ამიტომ აი ყოველდღიური ურთიერთობა და ასეთი ვთქვათ განსაზღვრებები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციანები ეტაპობრივად არა ისე რომ კომფორტის ზონა ბავშვს დაამგრიოთ, არა ისე რომ ვთქვათ მისთვის მნიშვნელოვანი სფეროდან ამოუგლიჯოთ და სხვა მათემატიკა იცის და მოდი ახლა ქართული გავაძლიეროთ, ესეთ მოცემულობა არ არის ხა. ნუ მოვინდომებთ რომ რაღაცა შევქნათ იდეალური მანქანა. ბავშვი თავის შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, თავის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაარეალიზოს ეს მათაც ქნას, რომ უნივერსალური იყოს, უნივერსალური უნარები კონდეს, ბავშვს განვითარებული, მაგას რა ჯობია, მაგრამ ისე რომ რაღაც თქვათ მისი კომფორტის ველიდან გამოვიყვანოთ და არარეალისტური მიზნები და ამოცანები მივცეთ, ამას შეიძლება საბოლოოდ დაანგრიოს მისი თქვათ ფსიქიკა და წარმოდგენები, ამიტომ ძალიან უაღრესად მნიშვნელოვანი და რთულია. აი ეს არ არის მარტივი ნამდვილად, მაგრამ აი მშობელის და თქვათ
საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული კონსულტატების ერთობლივი საქმიანობა ამ ხრივ ყველაზე პროდუქტიულია ჩემი აზრით. ერთ-ერთ ლექციაზე ლექტორმა გააჟღერა ესეთი მეტაფორა, როდესაც კითხვა დასვეს, მაინც როგორ უნდა გავზარდოთ ბავშვი. პასუხი იყო ესეთი, როგორც ხელში საპონი. თუ მოუჭერ, გაგისხლტება და თუ ძალიან მოადუნებ, გაგისხლტება და აი ეს როგორ უნდა დაიჭირო, აი ეს ოქროს შუალედი, ეს არის ძალიან რთული, მაგრამ მაინც საპონს უნდა ეკონტაქტო, ახლოს რომ მიხვდა რომელია, ხო? თქვენ როგორც მამას რამდენად გამოგდით ეს ოქროს შუალედი და როგორ ახერხებთ ამას? რო გითხრათ, რომ ახლა აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ, არა, მაგრამ ვცდილობ. დიახ. ვცდილობ რაღაცები გამოვასწორო, რაღაცები ვისწავლო, იმიტომ რომ ეს თაობა სხვანაირი თაობა და ტექნოლოგიური მოცემულობა. ეს ასე წუწუნებენ პლატონიდან მოყოლებული ყოველთვის. მაგრამ ეს რეალობაა, რა თქმა უნდა, ღმერთმა არქნას, რომ ახლა თაობა იგივე იყოს, როგორც ჩემი თაობა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ბევრად მეტი შესაძლებლობა, მაგრამ პარალელურად ბევრად მეტი რისკებიც. რისკი იმისი და ჩემი აზრით ეს არის მთავარი რისკი თაობის ჩემი შვილების თაობასთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ არ დაკარგონ ის ველი, რასაც ქვია ემოციური ინტელექტი, მათ კონდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი და ეს არის ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იმისი, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ადამიანები, ასე ვთქვათ, და ადამიანები, რომელიც იქნებიან მზად ახალი გამოწვევებისთვის. კრიტიკული აზროვნება არის ის შესაძლებლობა, რითაც მომავლის ადამიანი განსხვავებული იქნება წარსულის ადამიანისგან და ეს არის განსაკუთრებით რთულად განვითარებადი დღევანდელ პირობებში, იმიტომ რომ მზა კონტენტი ჟურნალს აბსოლუტურად არა მარტო ყველა დივაისიდან, არამედ რა ვიცი, უთოდან, ტოსტერიდან, მასივრიდან, ყველაფრიდან მოდის ეს მზა კონტენტი. აი ეს მოცემული ხშირად ვამბობ ხოლმე მე მაგას, ეს არის ძალიან დიდი რისკი, ეგრეთ წოდებული კლიპური აზროვნების ჩამოყალიბების მოცემულობა, როცა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებ ამ headline-ებს, ამ სათაურებს და სიღრმეში აღარ ჩადიხარ. აქ ახლა რაღაც ბევრი საინტერესო ისეთ შეთქმულების თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით, კონსპირაცია, რომ ეს აი მსოფლიო რაღაც მართველები შეიკრენ, რომ განათლების სისტემა ამზით განახორციელონ, არა, რა თქმა უნდა, მე არ მგონია, რომ ეს ესეა, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი რისკი იმენაიდან ინფორმაცია არის ძალიან ბევრი და მისი კრიტიკული ანალიზისთვის დრო არის ძალიან ცოტა. ამიტომ დასულ მაგას ვიძახი, წიგნის როლი და დაუბრუნდები იმას, რითიც დავიწყეთ, ფანტაზიის განვითარების როლი არის ძალიან დიდი ამგვარ პროცესებში. ყოველთვის ვცდილობ და ძალიან მინდა, რომ ეს იყოს ამ თაობის განსაზღვრელი კრიტიკული აზროვნების სკილი, უნარი, ასე ვთქვათ. ეს არის ხვალინდელი ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ რაღაც უტილიტარულ მიდგომებს, რომ არავინ აღარ მიდის ინტელექტ ტევად სპეციალობებში, ყველას ურჩევნია, რომ ეს თემა იყოს მარტივი. ეს პროცესი ახლა დღემდე რაღაცა სახით რეგულირდება, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს არის ძალიან დიდი რისკი, იმიტომ რომ ადამიანი ნელ-ნელა ამგვარი ინდუსტრიალიზაციის, ავტომატიზაციის, ინფორმატიზაციის პერიოდში დგება იმ რისკის წინაშე, რომ დაკარგოს ის, რითაც ადამიანი განსხვავდება სხვა ორგანიზმებისგან, კერძოდ ფანტაზირების, აბსტრაგირების და კრიტიკული აზროვნების უნარი. დიახ. ვერაფრით ვერ გაგიშვებთ იმის გარეშე, რომ არ გკითხოთ რასად როდის შესახებ, ხო, კრიტიკული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ღმერთმა არქნას ჩემნაირი თაობა იყოს, მაგრამ თქვენი თაობა ყველას გვახსენდება ამ ძალიან საინტერესო სატელევიზიო შოუთი რასად როდის. და
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეხლა იმ ხელა პოპულარობით აღარ სარგებლობს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლებში ჩვენ გვაქვს საზაფხულო და ზამთრის ბანაკები, სადაც ყოველთვის გვაქვს ეს ერთი საღამო დათმობილი ამ შოუსთვის. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი გამოფხიზლება, ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი ადამიანი დამოტივირდა. რამდენად ხედავთ, აი პირადად ჩემი ინიციატივა იქნებოდა ის, რომ თქვათ სასკოლო გარემოში ყოფილიყო ეს ინტელექტუალური როგორ ქვია თამაშები, ხო, ინტელექტუალური თამაშები უფრო ინტენსიურად ვიდრე ვთქვათ რომელიმე ხელმძღვანელის ინიციატივა. თქვენ როგორ ხედავთ ამას? კი ბატონო, დიდი მადლობა, ეს რაღაც განსაკუთრებული თემაა ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ერთი-ორი განსაკუთრებული უნარებით აღჭურვილი ადამიანის გვყავს. დიახ. ეს თემა არის ახლა პირველ რიგში გეტყვით, რომ მართალია სატელევიზიო პროექტი არ გადის აქ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ მოძრაობა გრძელდება. სპორტული ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი მოძრაობის არც გაჩერებულა არასდროს, პირით ბოლო რამდენიმე წელია მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, მონაწილე გუნდების რაოდენობის მიხედვით, ლიგების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო რეკორდებს ვამყარებთ, დაახლოებით 4-5 წელია, თუ არ ვცემ, ზედიზედ ვაუმჯობესებთ ხოლმე. ასე და ძალიან მაგარია, რომ ახალგაზრდა თაობა, აი სწორედ ეს თაობა მოდის მოცემულობაში და ერთვება, ასე ვთქვათ, აი რასაც როდის კლუბის ყოველდღიურობაში. ეს მოძრაობა თავის დროზე, როცა ჩვენ დავიწყეთ შორეულ 1991 წელს, ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხო, ჩვენ რაღაცაები ჩვენ და უნებურად წინასწარ გადადგმული ნაბიჯები გამოგვივიდა. ალბათ ეს არის მოცემულობა იმ დიდი ველისა, რასაც ქვია რა ფორმალური განათლება, რაც ავსებს ფორმალურ განათლებას, სწორედ იძლევა იმ რაღაცა დამატებით შესაძლებლობებს საკუთარი უნარების რეალიზაციისა, მათ შორის ფანტაზიის, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური განსჯის, ასე ვთქვათ, აი რას ბრეინშტორმინგის ფორმა, ესეთი, რასაც მაგალითად ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში ადამიანი და ბავშვი და ახალგაზრდა ადამიანი ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ამის ველი არ არის. ამდენად ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს ნაწილი, ეს მოძრაობა, ახლა თქვათ, იქნება ეს რასადროდის თავისი შინაარსით აქცენტს აკეთებს არა მარტო თქვათ მშრალ ფიზიკურ ცოდნაზე, არამედ ლოგიკურ სვლებზე, რამდენიმე ერთი კითხვის განმავლობაში რამდენიმე ლოგიკური გადასვლა არის ხოლმე საჭირო გუნდური მუშაობის მოცემულობაზე, დროის კრიტიკულად შეზღუდულ ვარიანტში, სწორი გადაწყვეტილების მიიღება, კი, ძალიან სტრესულია ეს მომენტი, ახლა მით უმეტეს სატელევიზიო ეს საერთოდ განსხვავებული სტრესი იყო კიდე, მაგრამ წამყვანი სტრესი იყო. ხო, სპეციალურად ეს ანტურაჟის ნაწილია, ნამდვილად, ბოროტი წამყვანი და ასე შემდეგ. ხო და აი ეს ავითარებს, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებს და იმ ველს, რომელიც ადამიანს ჭირდება. იმისთვის, დიახ, ადამიანს ჭირდება, რომ რეალიზება გააკეთოს თავისი, თქვათ, ან პრაქტიკული ცოდნის არიან ადამიანები, რომელსაც ყველაფერი იციან დედამიწის ზურგზე ფიზიკურად და როცა მის გვერდით ზის ადამიანი, რომელსაც ლოგიკური გადასვლების შესაძლებლობა გააჩნია, ეს კარგ ტანდემს ქმნის. როცა ამას ემატება მესამე ადამიანი, რომელიც ყველა ვერსიას კრიტიკულად უყურებს და თქვათ კომპეტენციის და ზრდილობის ფარგლებში აკრიტიკებს, ასე ვთქვათ, ეს შესანიშნავი ფილტრია. როცა ამას ხელმძღვანელობს კაპიტანი, რომელიც ამას ყველაფერს აორგანიზებს, ეს კიდე შესანიშნავი რამეა. როცა აქ ზის იგივე გუნდში წარმოდგენილია ადამიანი, რა ვიცი, აი ეს ექვსეული, ასე ვთქვათ, ერთი მთლიან ორგანიზმად ყალიბდება, ყველას თავისი როლი აქვს. ამის ფარგლებში, მე პირადი ურთიერთობები მოყვება ამას, რაღაცა გუნდის წევრობის განცდა მოყვება ამას, რაღაცა ეს სოციალური და არა მარტო სოციალური ემპათია მოყვება, ერთი იმის განცდა მოყვება, რომ რაღაცა ერთი დიდი
მოძრაობის ნაწილი ხარ, ერთი დიდი კლუბის ნაწილი ხარ. დღიდან დაარსებისა ალბათ ჩვენ რაღაცა ესე ძალიან ზედაპირული გათვლებით, სადღაც 100,000-ზე მეტი ადამიანი ყოფილა კლუბში და გაუვლია ეს გზა და ვერ გეტყვით და ძალიან ბევრი მათ შორის ცნობილი ადამიანია და ვერ გეტყვით რომ ეს ადამიანები საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი ადამიანები იყვნენ, ალბათ უფრო პირიქით ძალიან ისეთი განსაკუთრებული გარემოა იქ შექმნილი სპორტულ მოძრაობაში გულისხმობ სპორტული ასადროდის ნაწილში გულისხმობ, თორე ისაც სატელევიზიო სტუდიაში ხდებოდა ეს კიდე ცალკე დრამატურგია იყო და ცალკე ეს იყო რა ქვია ნაწილი ცხოვრების, ნამდვილად ნაწილი ცხოვრების, იმიტომ რომ აი ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას ათასობით აი თაობის წარმომადგენელი მათ შორის ინფორმაციით დატვირთული თაობის წარმომადგენელი იკრიბება და თამაშობს და რეალიზებას ახდენს თავისი უნარების, თავის შესაძლებლობებს, ახალ გამოწვევებს პოულობს, ახალი განვითარების შესაძლებლობებს პოულობს ინტერესს პოულობს და რაც თავარია იცით რა არის რაც აი ძალიან მაგარია და რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ თემაში. ვთქვათ, აი იმ ასე ვთქვათ, მარცხშიც კი განვითარების შესაძლებლობა დევს. ვთქვათ, იგივე ფორმალური განათლებიდან განსხვავებით, როცა დაბალ ნიშანს მიიღებ, ეს არ ნიშნავს წარუმატებლობას. აი სულ მაგას ვეუბნები ახალგაზრდა თაობას, როცა მოდიან და შეხება მაქვს, აი ერთი გამოცნობილი კითხვაც ბევრიდან, 15-დან ან 30-დან უკვე კარგი შედეგია. გამოუცნობი კითხვა შესაძლებლობას გიტოვებს, რომ მეტი წაიკითხო, მეტი ინფორმაცია მიიღო. აი ეს შემეშალა, ხვალ აღარ შემეშლება. ანუ წარუმატებლობის განცდას არ ტოვებს ეს აპრიორი მოგებული გადიხარ, აი თამაშის ფორმა ისეთი. საიდანაც ყველა ვარიანტში უფრო მეტს წაიღებ ვიდრე მოიტანე. ინფორმაციას მიიღებ, ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? რაღაცა ხერხს ისწავლი იქ, როგორ არის. და ყველაზე პასიურ როლშიც კი, როცა უბრალოდ მაყურებელი ხარ, ღირებულებათა სისტემა იცვლება. აი, როცა დამკვირვებელი ხარ, უყურებს ბავშვი და მშობელი ამას ერთად, იქ იცვლება ღირებულებათა სისტემა, რა არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან დიდი და დიდი მადლობა რომ ამ სფეროს შეეხეთ, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გავდივართ ეთერში დაახლოებით 3 წელია, მე ამ პროექტის თავი რედაქტორი ვიყავი და დღემდე მომდის მაყურებლის წერილები. წერილები, კითხვები, მაყურებლები, ტელემაყურებლები ამაზე მუშაობენ, ცით, აი რაღაც წაიკითხა, გადმოიტანა იქიდან, მოიფიქრა კითხვა, აი მენტალური პროცესი. რა თქმა უნდა. არასდროს ჩვენ გადაცემაში მატერიალური ჯილდო არ ყოფილა იმხელა, რომ ვთქვათ, ვიღაცაებს ამისთვის ეზრუნოთ. პროცესი არის თვითონ ძალიან საინტერესო და აი მართლა ჩვენი ტელეპროდუქტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ის მაყურებელი, რომელიც დღემდე მიგზავნის კითხვებს, იმიტომ რომ მართლაც დაგეთანხმებით, მიდგომები და პასეულობები აქვს ამ ხალხს უკვე ჩამოყალიბებული რაღაცნაირად, სხვანაირად, იცით? იმიტომ რომ მათი ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მათთვის იყო ეს ტელეპროექტი პირველ რიგში. და ეს თავის შინაარსით რაღაც არ არის რაღაც კონკრეტულ ერთ პატარა სეგმენტზე მიბმული, თქვათ მარტო მამაკაცებზე ან მარტო ქალებზე ან მარტო ბავშვებზე. ეს იყო საოჯახო თემა, სადაც მთელი ოჯახი ერთად უყურებს და ყველას აქვს თანაბარი ხმა. უაღრესად დემოკრატიული თავისი მდგენელი და თან ეს შიდა პროცესებს სააქტიურებს, სანამ თვითონ ის მონაწილეები პასუხს გასცემენ, თვითონ ოჯახიც აქტიურია ამ პროცესში, ძალიან არის საინტერესო. და მეც მინდა როგორც მაყურებელმა, ჩემი ოჯახის სახელით მადლობა გითხრათ ამ პროექტისთვის. ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, ბატონო ლაშა, თქვენი გამოცდილებების, ცოდნის, დაკვირვების, აღქმის პროცესის შედეგად თუ არის ისეთი აზრი ან მიგნება, რომელიც თქვენ არც წაგიკითხავთ, არც ვინმეს უთქვამს, უბრალოდ თქვენ მიხვედით აი ამ კონკრეტულ ხედვამდე. კი.
არის ნამდვილად ბევრია მინდა გითხრათ ახლა მეშინია რომ რაღაცა ისეთ ბანალური არ თქვა ახლა ისაც რას ვიტყვი მე ახლა მაგალითად რაც ჰემინგუეის არ ვთქვამს იცი სერვანტეს მაგრამ ალბათ თავარი მიგნება რაც აქამდე მომიტანა რაც აქამდე არა ამ ეტაპზე ცხოვრებისა მაქვს გაკეთებული არის ის რომ ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი ყოველთვის უნდა გქონდეს ველი სადაც იგრძნობს თავის განვითარების შესაძლებლობებს როცა ადამიანი ამბობს რომ შეუკვე მე დავამთავრე მე აღარაფერს აღარ ვისწავლი იმიტომ რომ არ მჭირდება ამის მაშინ ის წყვეტს ადამიანად ყოფნის ნაწილს და რეგრესს იწყებს ძალიან საინტერესო თემაა სხვათაშორისა ეს შუა საუკუნეების სპარსეთში როცა ქსოვდნენ ძალიან მაღალი დონის ხალიჩებს სპეციალურად ტოვებდნენ ხოლმე რაღაც ნაკლს იმიტომ რომ ეს ყველას ენახა რომ ეს ხალიჩი ადამიანმა შექმნა და არა ღმერთმა то სრულყოფილი არის არასდროს ადამიანები არ ართ ხოლმე სრულყოფილები და ამ სრულყოფისკენ ტოლვა რა თქმა უნდა თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ განვითარება ნამდვილად უნდა იყოს თვითმიზანი. წინსვლა უნდა იყოს თვითმიზანი. აი რაღაცა ისეთი ველის პოვნა, სადაც შეიძლება რომ წინ წახვიდე. ეს არა თქვათ დირექტიულად ახლა ვიღაცამ კი არ უნდა მითხას თავში პირობითად ამის შენ თვითონ შინაგანი მზაობა უნდა გქონდეს იმისთვის რომ რაღაც უნარები დამატებით განავითარო. არასდროს ადამიანმა განვითარება არ უნდა შეწყვიტოს. რაღაცა კუთხით. დიახ. და ცნობის მოყარე დარჩეს. ცნობის მოყარეობა, ცოდნის მიღების უნარი აუცილებელია. დიახ. ვერასდროს ჩვენ იმდენს ვერ ვისწავლით რომ თქვა რომ ხო. შეა, ყველაფერი ვიცი. ყოველთვის რაღაცა რჩება ისეთი. არასდროს ადამიანმა არ უნდა იზნოს თვითმაყოფილება თავისი რაღაცა შედეგებით მათ შორის ცოდნით რა თქმა უნდა მათ შორის თავისი ნიჭით, უნარებით, ფორმირებით, ამეთი ყველაფრით ყოველთვის რაღაცა ველი უნდა მოძებნო, სადაც შეგიძლია რომ განვითარდე. დიახ, იმიტომ რომ სტატიურობა არის რეგრესი. იმიტომ რომ სტატიურობა არის რეგრესი მით უმეტეს ამ საუკუნეში. დიახ, დიახ. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ურთიერთობა და კიდევ იმედს ვიტოვებ რომ გვექნება მომავალში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ასევე, მადლობა.